ამდენად მე მოგმართავთ ჯერ ქართულად და მდგომ ინგლისურადაც, რომ სწორედ საერთაშორისო მედიაშიც გავაზიაროთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართებით. სასჯელი, რომელიც 2 წლიდან 6 წლამდე ითვლის. პრაქტიკულად გარდა ეს სიდისის პატიმრები, პარტიების ლიდერები არიან დღესაც ციხეში, რასაც გამოთქვეს Facebook პოსტებით თავიანთი მხარდაჭერა პროევროპული, პროევროინტეგრაციის გზას. ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილი. სრულიად შეუძლებელი არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების აწევა. ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ვიტყოდი ამ საშინელი წელის სურათს. ეხლა ინგლისურად.